სტამბოლის ცენტრალურ ნაწილში არქეოლოგები უძველესი ნავსადგურის გათხრას აწარმოებენ. მომავალში სწორედ აქ უნდა განთავსდეს ქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძი. ამჟამად კი არქეოლოგებმა ათასობით თიხის ჭურჭელი და მრავალი ჩაძირული ხომალდი აღმოაჩინეს. მე-4 საუკუნეში აგებული ნავსადგური მე-11 საუკუნემდე ფუნქციონირებდა. აქ მოსული გემები სურსათით ამარაგებდნენ ქალაქს. პირველ რიგში კი ეგვიპტიდან ჩამოჰქონდათ მარცვლეული. ახლა ასეთ ნავთსაყუდლებს საერთაშორისო პორტებს ვეძახით. გვეუბნება სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ზეინებ კიზილტანი. აღმოჩენების მიუხედავად არქეოლოგები შიშობენ, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს, ვინაიდან გათხრები მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მშენებლობას აფერხებს. ჩვენ გათხრები მალე უნდა დავასრულოთ და ეს ადგილი დავტოვოთ. გათხრებს ისეთ პირობებში ვაწარმოებთ, როდესაც მშენებლები თავზე გვადგანან და მოუთმენლად მოელიან ჩვენი სამუშაოს დასრულებას, აგრძელებს მუზეუმის დირექტორი. არქეოლოგიური ძიების ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით გვირაბის გასათხრელი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. გვირაბი ბოსფორის სრუტის ქვეშ გადის და ქალაქის ორი ნაწილის ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებას და საავტომობილო მიმოსვლის გაიოლებას ითვალისწინებს. ჩვენი პროექტის დასრულების ვადა 3 წლით გადაიწევს. მთავარ პრობლემას ესეც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ შეფერხება მშენებლობის ღირებულებასაც გაზრდის. თუმცა ამ პროექტის განხორციელებას 100 წელი ელოდებოდნენ და 3 წელი კიდევ მოიცდიან, ამბობს მშენებლობის მთავარი ინჟინერი ჰასან გოგდერე. სამშენებლო სამუშაოები ბოსფორის სრუტის ქვეშ 50 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ გვირაბით ყოველდღიურად 1 მილიონი ადამიანი ისარგებლებს. თუმცა არქეოლოგიურმა გათხრებმა ამ სიღრმეზე მიმდინარე სამუშაოების შეფერხებას გამოიწვია. გვირაბის გაყვანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული ბოსფორის სრუტის გამტარიანობის შემცირებას იწვევს. ლოდინი ნავთობის გადამტან ტანკერებსაც უწევთ. ჩვენ ამას კარგად ვგრძნობთ. გვირაბის გაყვანას სახელმწიფო აფინანსებს და ამ პროექტს უზარმაზარი თანხები ხმარდება. არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება კი თურქეთის კულტურის სამინისტროს ძალზე ძვირი უჯდება, ამბობს გათხრებზე მომუშავე არქეოლოგი კან ოზდემირი. სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ზეინებ კიზილტანი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობამ არქეოლოგებს გათხრებისთვის აუცილებელი ნებისმიერი დროის მიცემის პირობა დაუდო. ზაქარია ტიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.